გამარჯობათ პატივცემულებო, პირდაპირ ეთერში ვართ. საღამო მშვიდობისა გქონოდეთ. ჩვენო თანამემამულენო. თქვენს წინაშე, რა თქმა უნდა, ტრადიციულად ვართ სამეული, ბატონები გეგა ხვედელიძე, თორნიკე კივილაძე და მე ბექა თაუბერი კაპანაძე. ვიქნებით დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში და შევეცდებით აი იმ თემატიკის ირგვლივ ვისაუბროთ, არა მოსაწყენად, არა ერთი და იგივეს გამეორებით, რადგან ამ სტუდიას არ რჩევია და აქ მოწვეულ ადამიანებს, წამყვანებს და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ჩვენს სამეულსაც არასდროს არ რჩევია ერთი და იგივე რამ სხვადასხვა კონტექსტით გესაუბროთ ბატონებო. თუმცა კი ერთი და იგივე რამ არის ძირითადი გასაჭირი ჩვენი ქვეყნისა. რაც არ უნდა მრავალფეროვანი, რაც არ უნდა მრავალწახნაგოვანი იყოს. ჩვენს შორის, ჩვენს ქვეყანაში ახლა ვიცით დამეთანხმებით, მრავალი თარიღი არსებობს, ხო მეგობრებო და მრავალ თარიღს აღნიშნავს ერი ეროვნულ დღესასწაულთა ნუსხაში მრავალმა თარიღმა დაიმკვიდრა თავისი კუთვნილი ღირსეული ადგილი შეიძლება ასე ითქვას და მათ შორის არის თავისთავად 9 აპრილი. 9 აპრილი როგორც გუშინდელი დღე. მე არ ვამბობ რეალურად რომ გუშინ იყო 9 აპრილი მხოლოდ ამ კუთხით. მე ვამბობ საერთოდ რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო 99 წლის 9 აპრილიდან დღემდე. ეს მაინც ჩვენი გუშინდელი დღეა. მაგრამ ამავდროულად არის ჩვენი აწმყოც და ჩვენი მომავალიც და სწორებაც. 9 აპრილი გახლავთ ჩემო კარგებო, ერთგვარი თანამედროვე შეიძლება ითქვას ბახტრიონიც. თანამედროვე ჩვენ მრავალი ბრძოლა გარდახდა ჩვენს ეთნოს, ჩვენს ღირსეულ წინაპარს და სხვადასხვა მრავალ მიზეზთა გამო ძირითადი მიზეზი რა იყო? რომ ჩვენ გვემუქრებოდნენ რჯულის მოსპობით, ქვეყნის მოსპობით, რაც მერე იდენტიფიცირებული ხდებოდა ჩვენთვის, ქართველისთვის და თანამედროვე ეპოქაში ახლა ხმლისა და ცხენის ეპოქა დამთავრდა. ჩვენთვის ნიჩბების და ასე ვთქვათ, ცივი თუ ცხელი იარაღის ეპოქაც დასრულებული იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, აი ეს პირტიტველა მართლაც ჩვენი სასიკადულო მამულიშვილები როგორ ნიჩბებით როგორ აწამეს, როგორ დაჩეხეს და როგორ აღესრულენ ეს ადამიანები არა შემთხვევით, არამედ რა თქმა უნდა თავდადებით. იქ ყველას ჰქონდა გაცნობიერებული თუ რატომ ბრძანდებოდა, დიახ, ამას მინდა ხაზი გაუსვათ, რომ სული, ეროვნული სული იზრდება ადამიანთან ერთად. აი 14, 15, 16 წლის ჭაბუკებში არაზრდასრულ ადამიანებში უკვე იმ ზომისა იყო ის ასე ვთქვათ გაზრდილი, აი ეს მომუშაკებული შეიძლება ითქვას, ხომ სული რომ მათ ძალზედ კარგად გააცნობიერეს, სად ბრძანდებოდნენ და ის ნაბიჯიც რა თქმა უნდა არა ჭყლეტვაში. იქ ხაზე გაუსვეს რუპორმა ტელევიზიებმა, საბჭოეთმა, რომ თითქოს ჭყლეტვაში, თუმცა კი ნათელი მალევე მოეფინა შემდეგ ყოველივეს. ასევე ჩვენი ღირსეული, ჩვენი ძალზედ მართლა დიდი პიროვნების ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნისა, ესეც თავისთავად 9 აპრილს აღესრულა და ამ ხრივაც დიდი დატვირთვა ჰქონდა ამ თარიღს. 9 აპრილი სხვა ღირსშესანიშნავ დღეთა შორის და დღეებთან ერთად შეიძლება თამამად ითქვას, რომ არის ჩვენი ზნეობისა და მორალის ერთგვარი ქართული კონსტიტუცია შეიძლება ითქვას, ხო? ჩვენი სულიერების ერთ-ერთი თანამედროვეობაში გამოხატული ნიშანსვეტი შეიძლება ხომ ასე ითქვას. თუმცა კი რა გინდათ თქვათ ამის შესახებ, როცა ყველამ ვადევნეთ თვალყური გუშინდელ დღეს 9 აპრილს თუ როგორ უნდა აგვეღნიშნა რეალურად რას იმსახურებდნენ გარდაცვლილთა სულები, ხო? ჩვენ სიკადულთა, მამულიშვილთა და საერთოდ ეს დღე თავისი სრული დატვირთვით და როგორ აღენიშნა.
იცით? მიუხედავად ამ დღის ასე ვთქვათ ხარისხისა და რაობისა ლანძღვა გინება არ დავაკელით ერთმანეთს აუტანლობა კიდე უფრო გაცილებით მეტად მზარდი გახდა გუშინდელ დღესაც ბატონებო იქ გაწევა ფიზიკური შეხებაც და ვილ სიტყვაობა ხომ ეს საერთოდ ლეიტმოტივია უკვე ძირითადად რა თავყრილობაც არ უნდა გაიმართოს აი აქედან გამომდინარე ვამბობ სწორედაც რომ ეს დღე გადავაქციეთ ჩვენ ერთგვარ ფარისევლობის დღედაც იცით ფარისევლობის დღედ რადგან რამე თუ ფარისევლობა ძალიან მოიმატა და ძალიან გაიზარდა ეს ფარისევლობის სული საზოგადოებაში ჩვენ და საუბედუროდ პირველ რიგში მინდა მივმართო აი ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას ეგრეთ წოდებულს და ამ ოპოზიციასთან ეგრეთ წოდებულ ოპოზიციასთან არსებულ პარტიულ თუ არაპარტიულ ახალგაზრდებს რა აი მათ მინდა მივმართო მეგობრებო რომელთაც კიდევ შეიძლება რომ რაიმე მიემართოს რომ შეიმეცნონ მოგისმინონ რომ მოსმენის კულტურა არ არის თლად ასე ვთქვათ ნიველირებული რა მათში ასე რომ ერთი რამ მინდა გითხრათ ბევრი რამ მაგრამ ნუ ერთ რამეში ჩავეტევი როგორმე რომ იცით 9 აპრილის აღნიშვნა გსურთ იქ რაღაც მონოპოლიზებული ადგილი გაქვთ კი ბატონო ზოგნი მხარე ბრძანდებით თუ ზოგი მხარეს გარეშე იქ გულანთებული მართლა პატივის მისაგებად ხართ მისული მაგრამ თქვენს გვერდზე თქვენს რიგ საკითხებში თანამოაზრენი იგივე ახალგაზრდები რა არ დაგიდევთ ამ აღმატებულ თარიღებს და სწორედაც ქაშვეთის წინ ჩვენი დედა ეკლესიის წინ ბილდ სიტყვაობენ 1000 გვარ რიტუალს ჩადიან ღვთისმგმობელს სამწუხაროდ ძალიან დიდი ტკივილით ვამბობ 9 აპრილის მემორიალის წინაც ბატონებო და ეკლესიის წინს ჩადიან და მემორიალი რას შეუშლით ხელს მე მახსენდება უცებ გეგა თორნიკე მათი წიაღიდანაა სწორედაც ის ვინმე სუბელიანი ქალბატონი ნუ ქალბატონი როგორ შეიძლება ასე თქვათ უწოდოთ ალბათ ქალთა სქესის წარმომადგენელი რომელიც 9 აპრილის მემორიალზე არ არის დიდი დრო გასული მას შემდეგ ამ წიაღიდანაა თქვენი რიგ საკითხებში თქვენი თანამოაზრეა და დაგიფაროთ უფალმა რომ ამ საკითხშიც თქვენი თანამოაზრე იყოს რაც ეხლა მსურს ძალიან მოკლედ გითხრათ მემორიალის თავზე როკავდა და რაღაც კონვულსიებს აღასრულებდა რაღაც ერთგვარ რიტუალს შეიძლება ასეც ითქვას ეს სრული შეურაცხყოფა რა თქმა უნდა აი იმისა რაც ასე გინდოდათ გუშინ და ალბათ მრავალ ზოგიერთს გულწრფელადაც განგედიდებინათ იცით თან ცეკვაც არის და ცეკვაც და არის გამომწვევი და ეს იგივე იყო ბატონებო ჩემო უმცროსო მეგობრებო ეს იგივე იყო ჩვენ შენიშვნას თქვენგანაც ვღებულობ ჩვენ პატარა ბავშვებისგან შეიძლება ვისწავლოთ ჭკუა და თქვენგან როგორ არ მივიღებთ კონსულტაციას რჩევას გნებავთ შენიშვნას თუ ის ნასაზრდოებია აი ყოველივე იმით რაც მოსმენის კულტურას განაპირობებს ჩვენგან უფრო მეტად ხო აი თქვენ კიდევ როგორც სალომეა ჰეროდეს პერიოდის სალომეა როკავდა და იოანეს თავი მოითხოვა ნათლისმცემლისა და მიიღო კიდევაც აი ასე შეჰყურებდით ოვაციებით დაბლიდან აი მემორიალზე ასე ვთქვათ ასეთ უმსგავსოებას ეს ძალზედ ცუდია იცით მე არაერთ გზის მithქვამს ჩვენ საერთოდ ამ ერთობას და ერთობის გარეთაც რა თქმა უნდა არიან ადამიანები არაერთი ენრაოდენობით საქართველოში რომლებიც იგივეს გეტყვიან რომ თუ არა სიწმინდესთან თანაზიარება თუ არა ბილდ სიტყვაობისგან თავის შეკავება თუ არა რა თქმა უნდა ყოველგვარი უღირსობებისაგან მოკვეთა საკუთარი თავისა ხომ საკუთარ თავთან ბრძოლა საკუთარ ცოდვებთან ბრძოლა თუ არა ყოველივე ეს
რა თქმა უნდა ვერ მოიმუშაკებთ შედეგებს ვერ მოვიმუშაკებთ შვილებო მეგობრებო რა ვიცი უმცროსებო მე უფროსებს ეხლა ამ წუთას არ მივმართავ ჩემზე და ჩვენზე უფროსებს თუნდაც ჩემს თანატოლებს ამიტომ ყოველივე ამის შემდეგ შედეგი რომ დადგეს საერთო საქვეყნო ძალიან ასე ვთქვათ ძნელია ალბათობა ძალზედ მცირეა უღრმერთო საქმე რა თქმა უნდა არ აღესრულება დადებითად და საქვეყნოდ საღმრთოდ არ აღესრულება და გამახსენდა უცებ ფილმი მონანიება ქალბატონი რომ ბრძანობს რა საჭიროა გზა რომელიც ტაძრამდე არ მინდის დიახ თუ ტაძართან დგახართ თქვენდალოცვილებო მეტი რა გზა და მეტი რა მისასვლელი გინდათ სანთლებს კი ბატონო ბეტონზე აწეპებდით იქ მაგრამ არ ვიცი დაგინთიათ კი სახლში მაინც ან ტაძარში სანთლები ანუ რიტუალად ნუ გადავაქცევთ ყველაფერს თქვენი ჭირიმით აი ამის თხოვნა მსურდა იცით ჩვენი ჯანსაღი საზოგადოების აი მართლა ერთგული მამულიშვილები აი ზვიად გამსახურდია ხომ უდიდესი მერაბ კოსტავა მისი სულიერი ძმა ქრისტესმიერი ძმა ასე უწოდებდნენ ისინი ერთმანეთს და არაერთი ეხლა სრულყოფილად ვერ ჩამოვთვლი მე ორი ძირითადი დიდი ლიდერი და ფავორიტი დავასახელე დიდი მოსმენის კულტურით თქვენ როგორ ფიქრობთ რა ყველაფერი მათი მოსაწონი იყო არა ამიტომ მოსმენის კულტურა გააჩნდათ ოჯახის შვილნი და მამული შვილები ბრძანდებოდნენ გარდა იმისა რომ ისინი მართლა პატრიარქები იყვნენ ამ ჩვენს თანამედროვეობაში და იმ გზაკვალის გამგრძელებლები რასაც ეროვნული ასე ვთქვათ მოძრაობის ლიდერობა და მებაირახტრეობა ჰქვია ამ ადამიანების განსხვავებით თავისუფლებად სხვაგვარად გვესმის ახალგაზრდებო შემინდეთ მე ყველას არ ეხება ეხლა ეს ჩემი საუბარი ვისაც ეხება იმან ძალიან კარგად იცის და თუ არ იცის ნეტა გაიგონოს და მოისმინოს თავისუფლება რაღაც აღვირახსნილ რაღაც საქციელებში გამოხატული ეს თავისუფლება არ გახლავთ თვითონ სემანტიკა სიტყვა თავისუფალება თავისუფალი როდის ახარ ადამიანი როცა შენ თავზე შენს ემოციებზე ბრძანებლობ და განკარგავ მათ ანუ აქ ტევადით ცნებაა ეს და თემა აქ ვერ ჩამოყალიბდებით სრულყოფილად თუმცა კი ვიცოდეთ თავისუფლება ჭეშმარიტი რა არის ეხლა რაც შეეხება ამ ბედოვლათებს კაცო ამათ რო არ ეგონოთ ეხლა რომ რაღაცა ჩვენ მაგრები ვიყავით თქვენ მაგრები არასდროს არ იყავით არც მაშინ როცა ფულით შეგაგროვათ თქვენმა ბელადმა მილიონები რომ გადაგიხადათ და ნაწილი დიდი ნაწილი მათგან გვერდზე აღარ უდგას მას არც შემდეგ როცა ნელ-ნელა წამოიჩიტეთ და კაციშვილს არ გვინახია თქვენი თავი როცა მართლა პირსისხლიან რეჟიმს ვებრძოდით საქართველოში და როცა მართლა გამოსასვლელი იყო ჩვენს ქვეყანაში და მხარდამხარ ვიდექით არც ერთი თქვენთაგანი თითქმის შეიძლება ასეც ითქვას დღეს რომ მამულიშვილობთ და ღირსება ენა სარწმუნოება და რას რა დროს და რის შემდეგ იძახით გზაკვალი რო გაქვთ აბნეული აი თქვენ მინდა მოგმართოთ ჩემო კარგებო ასე მინდა მოგმართოთ იცით 9 აპრილის მემორიალთან რა გინდოდათ რატომ მიდიოდით ხო არა ლეგიტიმური კითხვა 9 აპრილის მემორიალთან რა უნდა გექნათ შემთხვევით ხომ არ აგერიათ 9 აპრილის მემორიალი თემურლენგის ბიუსტში ან თემურლენგის მემორიალში ხომ არ აგერიათ იქ რომ თაყვანი ეცით და ლამის მუხლი მოიდრიკეთ ესე ხომ არ აგერიათ ეს რა აზრი ქონდა თქვენს მათ მისვლას უბრალოდ მინდა იცოდეთ რომ იცით თქვენს აი უხერხემლო წინადადება აი როცა მართლა უნდა გეთქვათ სიტყვა რომ საბჭოთა გეხმარათ სიტყვა საბჭოთა რაღაც უცხო ძალების მიერ რაღაც ვითომ ფილოსოფოსობთ რომელი უცხოდ ეხლა გახდა უცხო ეხლა როგორ არის უცხო თავიდან ბოლომდე გადავარდნილი ხართ მის ხახაში რა უცხო ძალები ბატონებო აქ ხომ რუსეთსაც არ ამბობდით არა პირდაპირ და აშკარად ამბობდით საბჭოეთს საბჭოეთის დატვირთვა კი უნდა იცოდეთ ხო ასე თუ ისე მაინც რას ნიშნავს და როგორ განივრცობოდა
საბჭოთა ოკუპაცია გეთქვათ, საბჭოთა ასე თქვათ პირსისხლიანი რეჟიმის მიერ, აი რაც მოხდა, რაც აი ეს კონკრეტიკა როგორ არ აღნიშნეთ ბატონებო, ასე როგორ მწარედ გაგაფრთხილეს და ასე ეს რა დაგმართათ მართლა თქვენმა ბელადმა. ძალზედ წუხვარ, იცით? აი იცით, სრულიად დემორალიზება და აი ომი ვინ დაიწყო და ასე შემდეგ რა. ამაზე არაერთ გზის თქვით თქვენი ჭირიმე და ნამდვილად აღარ მინდა ეხლა ფოკუსირდე. კვლავ და კვლავ. უბრალოდ იმდენად დიდი ცოდვები აქვს. ღმერთმა ჭკუაზე მოიყვანოს. ყველაფერზე ხელს ნუ შეახოცავთ წინა რეჟიმს, რამე თუ მათი მართლაც ამორალური ქმედებები ძალიან წარმატებით განახორციელეთ და აგრძელებთ დღემდე რა. აი ეს მინდა იცოდეთ. იცით ჩვენი საერთოდ აი პირადად აი უბრალოდ ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის იყო აი ძალიან მოკლედ მალე დავასრულებ ყოველთვის იყო მეგობრებო ქართველების პოლიტიკა არა ჩირკში ყოფნა და არა ესეთი როგორ გითხრათ აი ფარისევლური დიპლომატია ფარისევლური არ არსებობს ან არსებობს დიპლომატია ან არ არსებობს ჩვენი ერთგული მამული შვილები ჩვენ წინაპრებში განსაკუთრებით რა თქმა უნდა არც კი ნათესავდებოდნენ აი იმ გარემო მეზობლებთან რომელთანაც მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ განავითარებდნენ რა საერთო შიდა წარმოებას კულტურას ერთმანეთს განამტკიცებდნენ ამ კუთხით იცოდა მტერმა რომ ჩვენი ერი არასდროს არ იყო სტაბილურად მსახური მათი ჩვენმა მტერმა იცოდა რომ ჩვენ დასანდობი ხალხი მათთვის არ ვიყავით რამე თუ არც სტოკჰოლმის თანამედროვეობაში რომ ვთქვათ სინდრომი ჰქონდა მათი და არც ისეთი მონური მსახურება ჰქონდა აღთქმული რომ და არც მონურად ვიდოდა ოდითგან ჩვენი ეთნოსი რომ აი ასეთ კაპიტულაციაზე წავსულიყავით ამიტომ ჩვენს ღირსებასაც კი პატივს სცემდნენ ეს ადამიანები როგორც ჩვენ ვცემდით გეგა ჩვენი მტრის ღირსებას თორნიკე ჩვენი მტრის ღირსებას ჩვენ ერთმანეთის ღირსებას ვთელავთ თორე ოდითგან ჩვენი მტრის ღირსება ძალიან მაღალ ხარისხში გქონდა აწეული ამის გამოხმაურება შეიძლება ამის ილუსტრაცია თქვა ძალიან მოკლედ თუნდაც ჩვენი თორნიკე ერისთავი ჩვენი ახლა დიდი მწერლის ჩვენი ერთ-ერთი სიკადულის აკაკი წერეთლის თორნიკე ერისთავში როგორ ბრძანებს ის ურბელიძე ხმლიანი უხმლოს რომ შეგეჭიდო არ მეკადრება მაგრამ თანასწორი არაღითა შენი დაჩაგვრა მე ნატრება მაგრამ აფრანი ყურს არ უგდებდა დეს და ეს გრძელდება პოემა რა თქმა უნდა იცით აქ მტრის ღირსების დაფასება აბა რა არის გოსტაშაბიშვილი ავიღოთ სპარსმა კაცმა რამდენი ცხენიდან კაცი გადმოგვიგდო ხომ ჩვენი ფალავნები მეომარი დაღლილი მობრძანდა და რა თქმა უნდა აი ეს ქართული საქმე გააკეთა რითაც სპარსი დაანარცხა მიწას ეს ილია ჭავჭავაძის არის ხო და მე თავი რომ არ მოგკვეთა ასეთი გაუცებულ სპარს უთხრა რომ შენი თავი შენი ვაშკაცობისთვის მიჩუქნიაო შენი სიცოცხლეო და იმანაც შესაბამისად ეს არ არის მტრის ღირსების დაფასება ხოლოდ ასეთი ადამიანისგან ვიჩუქებდი დიახ სწორედაც პასუხმაც არ დაახანა ან და კონკრეტულად რუხის ციხესთან იქაც აღესრულა მსგავსი რამ როცა ასე ვთქვათ თურქები აფხაზებთან ერთად ალიანსში და აქედან ფალავნულ ბრძოლებზე გადავიდნენ და აქედან ჩვენგან იყო სარდალი უпроსტად ერთ-ერთი მეწინავე ჩოლოყაშვილი და იქიდან ხრმა ემხვარი იყო რომელიც შეერკინა მაგრამ ეს რახან ხანში შესული იყო და გადაღლილიც ქართველი ყოველთვის იყო ბრძოლისგან გადაღლილი მაგრამ მაინც ლომგული აი ესე იბრძოდა ყოველთვის ხომ და ახლა მაინც არ არსებობდა მისთვის და სასტუმალი და მუხლი მოეკვეთაო გეგა და მუხლი მოეკვეთაო და უკვე გაუელვა ყველაფერმა რა თქმა უნდა და რაღაც უცრდი ჭაბუკო აუძახია და უფროსისგან პირველ მოქნევას ველოდებიო აი ესეთი ლეგენდაა გესმით და იარაღი რა თქმა უნდა გადაუგდიათ და ერთმანეთს ჩახუტებ აი ეს არის ჩემო კარგებო მცირე ექსკურსით უკაცრავად თუ თავი შეგაწყინეთ მაგრამ ეს მტრის ღირსების დაფასებაც იყო და ჩვენ ახლა ერთმანეთის ღირსებას ვთელავთ რაშიც ლომის წვლილი მიგიძღვით თქვენ ბატონებო ამომრჩევლებსაც მაგრამ თქვენ ბატონებო რომ აი ესე დათური მომსახურეობა შეირგეთ
თქვენი თავი შთანთქეთ ამ 13 წლიან ეპოპეაში და გშთანთქათ უპირველეს ყოვლისა სულ მართალიას პრინციპმა. სულ მართალი ადამიანი არ არსებობს. გამიგზელდა ძალიან სიტყვა და თორნიკე გთხოვ მომეხმარო. შენი საინტერესო საუბრით. მივესალმები ჩვენს ვირფას ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელს. 9 აპრილი არის დღე, როდესაც მოწამეობრივად აღესრულა არაერთი ადამიანი და ფაქტობრივად ამან საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობას და სწორედ ნიშანდობლივია, რომ ზვიად გამსახურდია 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და 9 აპრილი ორ თარიღს შორის 9 აპრილი და 26 მაისი ვიცით, რომ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. სწორედ ამ ორ თარიღს შორის არის და ეს არის უდიდესი დღე, როდესაც ქართველმა ერმა მსოფლიოს ნათლად დაანახა, რომ ქართველიერი ყოველთვის იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი და ყოველთვის ვიბრძოლებთ აი ამ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. და ეს არის აქტი, რომელიც ნებისმიერმა ღირსეულმა საზოგადოებამ და ნებისმიერმა ღირსეულმა ერმა უნდა განახორციელოს. ერი მრავალია, მაგრამ ყველა ერს არ აქვს იმის საშუალება, რომ ჰქონდეს არ მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჰქონოდა საკუთარი სახელმწიფო, ასე ვთქვათ და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც აგერ უკვე ხშირად ამბობენ ხოლმე 3000 წელზე მეტხანს ვარსებობთ, მაგრამ უფრო მეტია 4000 წელზე მეტხანს არსებობს ქართული სახელმწიფო, ნუ იქ თავიდან ქართული სამეფო სამთავროები არსებობდა, დამოუკიდებელი ქალაქ სახელმწიფოები, მაგრამ 4000 წელზე მეტ სითვლის საქართველოს ისტორია. ახლა მოდით ერთგვარი შეჯამება გავაკეთოთ იმ მოვლენისა, რასაც 9 აპრილი ქვია. მე პირველ რიგში მახსენდება რასაკვირველია მერაბ კოსტავას სიტყვები, რომელიც მან მოგვიანებით თქვა. საუბედუროდ ჩვენ ქართველები მხოლოდ გარდამწყვეტ მომენტში, როცა დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით. ხოლო რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როდესაც აქ უკვე გადარჩენაზე კი აღარ არის ლაპარაკი, არამედ აღორძინებაზე, იქ კი ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული გოროზობა, ჩვენი ეს ოდითგანდელი სენი და ჩვენ კვლავ ერთმანეთს შორდებით. აი რა დიდებულად შეაფასა მერაბ კოსტავამ ქართველი ერის ნაკლოვანი მხარე. რასაკვირველია, ყველა ერს ისევე როგორც ყველა ადამიანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები და ბუნებრივია ეს ქართულ ეთნოსაც აქვს. მე ადრე არაერთხელ აღმენიშნავს არაერთ გადაცემაში, რომ მოხდა ერთგვარი შეჯამება, შეაჯამეს ჩატარდა ეთნოფსიქიკური კვლევები ერების და ქართველი ერი, შოტლანდიელი ერი და ირლანდიელი ნაცია შეიყვანეს იბერების რიგში, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, არიან თავისუფლების მოყვარე ხალხი, მაგრამ თანხმობა არ შეუძლიათ. და როგორც ლათინები ამბობდნენ, ubi concordia ibi victoria, სადაც არის თანხმობა, იქ არის გამარჯვება. და ჩვენ სწორედ ამ ნაწილში გვიჭირს, რომ თანხმობას ვერ ვახერხებთ. აი ჩვენ ეროვნულმა ძალებმა, ვისაც თავი მიგვაჩნია ტრადიციების დამცველად, მამულის ენის სარწმუნოების დამცველად, ღმერთის, სამშობლოს, ადამიანის ფასეულობების მაღიარებლად, აუცილებლად უნდა შევძლოთ გაერთიანება, იმიტომ რომ ერთობის გარეშე გამორიცხულია, არ იქნება გამარჯვება. ეს არის გარდაუვალი პროცესი და სწორედ ამაზე მიგვითითებდა მერაბ კოსტავა. სიტყვა რომ აღარ გამიგზელდეს, მოგახსენებთ უცხოეთის სარბიელზე მომხდარ ამბებს, დავიწყოთ პირველ რიგში საქართველოთი. ევროსაბჭოში შედგა რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ და მათ მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, რომ გაანთავისუფლონ პოლიტპატიმრები და არ დაადგნენ ავტორიტარიზმის გზას. ჯეიმს მაკლირი, ბრიტანელი დეპუტატი ივანიშვილის სანქციების შესახებ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოში არსებულ კონტექსტთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკლირი. მისი თქმით, ახლა საქართველოს მომავალი წყდება, კერძოდ ქვეყნის მოსახლეობამ უნდა აერჩიოს დემოკრატია ან ავტორიტარიზმი, მისი შეფასებით ხელისუფლება ადგას უზურპაციის გზას და სისტემურად ანადგურებს დემოკრატიას. ეს მისი შეფასება ბუნებრივია. ჩვენ ყოველ შემთხვევაში მინდა მაყურებლის გასაგონად თქვა, რომ ეროვნული ძალები ფიქრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებაში მოვიყვანოთ სამშობლოს მოყვარე, წესიერი და პატიოსანი ხალხი და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ახალი არჩევნების დანიშვნა და
ამ არჩევნების აუცილებლად სამართლიან გარემოში ჩატარება, ჩვენ ასაკვირველია ვეწინააღმდეგებით იმ ფსევდო ოპოზიციას, რომელიც ცდილობს ქვეყნის სათავეში მოსვლას, საუბარი ამ ეგრეთ წოდებულ ფსევდო პროდასალურ ძალებზე, რომლებსაც დასავლური ცივილიზაციისა რეალურად არაფერი ცხიათ, მაგრამ ბუნებრივია, რომ ასე ვთქვათ, ვაცნობიერებთ იმას, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. უცბად მოგახსენებთ კიდევ სამ სიახლეს, ტრამპი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თუ კი ირანი შეეცდება თავისი ბირთვული პროგრამის დასრულებას და ბოლომდე განხორციელებას, შეერთებული შტატები ამასთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს მიიღებს და ეს იქნება სამხედრო გზით გადაწყვეტის, ასე ვთქვათ, ბილიკი. ტრამპის სატარიფო პოლიტიკა. ამერიკის პრეზიდენტმა ჩინეთს ტარიფები 125%-მდე გაუსარდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა საპასუხო ტარიფები დაუწესა ამერიკას და ის ჩინეთს მოუწოდებს, რომ ადეკვატური რეაქციები ჰქონდეს და ის ჩინეთს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მხოლოდ თავად მიიღოს სარგებელი შეერთებული შტატების ეკონომიკისგან და ბოლო სიახლე ზელენსკი ამერიკული იარაღის შესყიდვის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით უკრაინული მხარე მზად არის შეისყიდოს ამერიკული იარაღი, საუბარი აქ 30-50 მილიარდის შეიარაღებაზე და აი ამ ასე ვთქვათ აღჭურვილობაში ამ იარაღში მთავარ როლს ასრულებს თავდაცვითი იარაღი. ზელენსკი აცხადებს, რომ ჩვენ არავის არ ვესხმით თავს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ტერიტორიას და ჩვენ გვჭირდება მხოლოდ თავდაცვითი იარაღი. თუმცა პრეცედენტი რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის იყო უკრაინის მხრიდან და ეს კრახით დასრულდა. აი ეს იყო ის ძირითადი სიახლეები, რომელიც მსურდა რომ მომიხსენებინა თქვენთვის. გაიხარეთ თორნიკე, ჩემო გეგა, ხო, ესე იგი პერმანენტულად გრძელდება მილიტარიზაცია, ცხადია. ჩემო გეგა, გააგრძელეთ ჩემო კარგო. მშვიდობა თქვენდა. ესე იგი 9 აპრილს რაც თქვენ ისაუბრეთ, ახლა ამას მინდა მოკლედ შევეხო და გავაგრძელო თავარი ჩემი სიტყვა რას ეხება ამ დღეს. ანუ ჩვენ ყველა თანხმდებით მთელი ჩვენი ერი და საზოგადოება და ეხლა ჩვენი მაყურებელი დარწმუნებული ვარ, რომ ერთსულოვანი ვართ იმ გადაწყვეტილებასა და აზრში, რომ ჩვენი ერი აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი და ჩვენ გვინდა თავისუფლება და ეს არის ჩვენი ეროვნული ნება. ეს რა თქმა უნდა ესეა, მაგრამ ჩვენ თვითონ არსი სიტყვისა თავისუფლებისა არ გვაქვს გააზრებული და ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობს. და ასე იქნება ყოველთვის, ეს არ არის ფილოსოფია, ეს არ არის რაღაც ის მაღალ რაღაც ანუ აბსტრაქტულ საკითხებზე არ ვსაუბრობ. არის ფილოსოფია, მაგრამ არ არის წყალწყალა ფილოსოფია. ანუ მე არ ვსაუბრობ ახლა იმაზე, რომ ჩვენ აქ იმაზე თავისუფლების არსზე უნდა დავჯდეთ და ერმა უნდა ამ სხვა დროს შეიძლება სხვა დროს თავისუფალი დრო რო გვექნება, ამაზე დავიწყოთ საუბრები, მაგრამ სახარება ბრძანებს, ცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განთავისუფლებს შენ და იმაზე რა ქვია 9 აპრილის მემორიალზე რომ დახტის სუბელიანი არავითარ შემთხვევაში აი ამით მე ვიცი ეს რატომაც გააკეთა ამით აქტი სიმბოლური აქტი დადგა რომ მე ვარ თავისუფალი და აი 9 აპრილის გმირების აი ქმედებას მე ვეხმაურები აი ამ ჩემი პერფორმანსით როგორც დღეს უყურთ აი ესეთ მე ერიკლედეისაზე ავიდა სხვადასხვა იქ და სიმღერად ჩაწერა მე ვცეკვა უკვე ამ სიმღერას შეგიძლიათ ნახოთ მაგრამ არაფერი ღირებული ეს არ წარმოადგენს და თქვენ ნახოთ ჯობია ხო და აქედან გამომდინარე თავისუფლება ჩვენ დედა ეკლესიის სარწმუნოების ჭეშმარიტი იმ ფასეულობების გავლის გარეშე რაც ჩვენმა პატრიარქმა გითხრა რა არის ჩვენი ეროვნული იდეა ღმერთი სამშობლო მოყვასი ღმერთი სამშობლო ადამიანი აი ეს არის ის ვერტიკალი რითაც ადამიანი სამშობლო და შემდეგ უფალი უმაღლესი ფასეულობა არის ღმერთი შემდეგ არის სამშობლო შემდეგ არის მოყვასი აი ამ ვერტიკალის აი ამ ფასეულობა და იერარქიის გააზრებისა და გაცნობიერების გარეშე თუ თითოეული ჩვენგანი სიცოცხლის არსი აი ამ ყოველივესგან არ გამომდინარეობს თუ ჩვენ ვერ გავაცნობიერებთ რომ ქართული ეროვნული იდეა სხვა რაკურსში, სხვა დისკურსში არ განხორციელდება, მხოლოდ ამ ჭრილში და მხოლოდ აი ამ სოფხედელობითა და წამსი დაღთებული ერი შეძლებს გაბწყინებას, გადარჩენას, განთავისუფლებას. დღეს თავისუფლებას ეძახიან, რომ ჩვენ უნდა განთავისუფლდეთ ჩვენი ზნეობისგან, მორალისგან და ღირებულებებისგან. თავისუფლება მიღწევა განთავისუფლებით, მაგრამ თუ შენ განთავისუფლდები სარწმუნოებისგან, თუ შენ განთავისუფლდები შენი ღირსებისგან და ზნეობისგან, ადამიანობისგან, შენ ეშმაკის ხატად შეიქმნები და შენ გადაგვარებულ ფორმაციას
ევთანაზიას მიიღებ მხოლოდ და არავითარ შემთხვევაში ღვთის ხატების აღორძინებას, რაც არის ჩვენი ცხოვრების მიზანი და სასუფეველი. აქედან გამომდინარე ჩვენმა ერმა ეროვნული თავისუფლება იწყება პიროვნული თავისუფლებიდან და პიროვნული თავისუფლება გადის სწორედ იმაზე, რომ პიროვნება უნდა ღმერთის ხატებაში და მსგავსებაში თავისი ხატება უნდა ამსგავსოს მარადისობაში უფალს და უნდა განიღმრთოს, როგორც არის ჩვენი სარწმუნოების სწავლება და ეს როგორ უნდა გადმოვიტანოთ პოლიტიკაში, ეს როგორ უნდა დავნერგოთ პოლიტიკური სამხედროობაში ჩვენმა ერმა და ქვეყანამ, სწორედ აი ეს, რომ ეროვნულ სარწმუნოებრივ ის იდეალები, რაზეც იდგა მარადიულად, რაც არსებობს, რაც ქართველი ერი ნათელი იყო ქართველმა ერმა მტვრისა და არაგვის შესართავთან და რაც ქართველი ერი გახდა მაცხოვრის კვართით დაწინდული, როგორც მამები ამბობენ, ქრისტეზე ბეჭედი წინდობისაო არის მამა რაფაელ კაროლინი ბრძანებს სვეტიცხოვლის გულში დამარხული კვართი უფლის არის წინდობის ბეჭედიო, ჩვენ ვართ ქრისტეზე დაწინდულიერიო, ჩვენ ვართ წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და ჩვენ სხვა გზა, სხვა ალტერნატივა ქართველ ერს და საქართველოს არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ აღმასრულებელი და დამოწმებელი იყოს ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და სხვანაირად ვინც ცდილობს ყველა იტყუება, ყველა სიცრუეში შეყავს ქართველი ერი, ყველა ქართველ ერს უბიძგებს დაღუპვისა და გადაგვარების ენაიც მინდა იტყვი. აქედან გამომდინარე, აი ეს ლიბერალური ეს მეინსტრიმი, ეს დღევანდელი ეს 1000 ორგანიზაციები, არასამთავრობოები იქნება თუ პოლიტიკური სხვადასხვა, რომლებიც ცდილობენ რომ უხეშად ჩაერიონ ქართველი ერისა და საქართველოს ცხოვრებაში, რომლებიც ცდილობენ რომ თავის იდეებზე და თავის რაღაცა იმაზე ქვია ხატოვანი გამოთქმებით შეიყვანონ ახალ ფორმაციებში და ახალი საზოგადოებრივი განვითარების გზები და საქართველოსა და ქართველ ერს, ესენი არიან სწორედ ის ეშმაკის რუპორები, ანტიქრისტოს რუპორები, რომლებიც ატყუებენ და ბურანში ხოვენ საქართველოს და ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ცოტა ხნის წინ არ ახსოვდა კობახიძეს, უпростоრად ვერ იაზრებდა რა იყო ეროვნული ცნობიერება, მე კარგად მახსოვს მის ეს გამოსვლა, ესო ძალიან ბუნდოვანი სიტყვებია, რა არის ძალიან საშიში ტერმინიაო ეროვნული ცნობიერება, რა არის ეროვნული ცნობიერება, კობახიძე ამბობდა და დღეს რო დაჭირდება და კელაპტრებს რო დაიჭერდეთ, ვაი თქვენამ წიგნობარნო და ფარისეველნო სახარებაში რო წერია, წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობს როგორც უფალმა შოლტი აღმართაო იმ ვაჭრების წინააღმდეგო, რომლებიც ქრისტეს ეკლესიაში, ღვთის ეკლესიაში ვაჭრობდნო და ღვთის ეკლესიას იყენებდნენ სავაჭროდო, დღეს იმ კანონმდებლების წინააღმდეგ აღმართავსო ქრისტეო შოლტსო და გამოდევნის ყვლაო ტაძრიდანო შოლტითო, რომლებიცო კანონის სიწმინდით და სარწმუნოებით ვაჭრობენო და ნუ შეურაცხყოფთ იმას პარლამენტსო და საკანონმდებლო ორგანოსო, რა თქმა უნდა, ის არისო ერისთვის როგორც ტაძარი და სიწმინდეო და აი თქვენ ქართული ოცნება და თქვენის ადამიანები დღეს რო კელაპტრები გიჭირავთ და ხვალ იმას თემურლენგის საფლავთან რო ლოცულობთ და სანთლებს თუ რაღაცებს ანთებთ, აი თქვენ ხართ ფარისევლები და ის ადამიანები, რომლებიც ეფარებით ჭეშმარიტებას იყენებთ როგორც ნიღაბს და რომლებიც ამოფარებული ხართ თქვენ იმ ეროვნულ სარწმუნოებრივ ნიღაბს, რითაც გინდათ რომ აწტუნოთ და შეცდომაში იყონოთ და ამის გამო აუცილებლად აგებთ პასუხს წინაშე ღვთისა და ქართველმა ერმა უნდა შეძლოს კონსოლიდაცია, გაერთიანება იმ მარადიული ღირებულებების გარშემო და მე პირდაპირ მოუწოდებ ყოველგვარი მოკიბული საუბრის გარეშე და მე არაფერი ჩვენ არ გვაქვს ვიღაცასთან საბოდიშო და სათამაშო და პერფორმანსებს არ ავდგავთ რა. ეს ეროვნული ერთობა ჩვენ არ შეგვიქმნია პირადი ეს იცის ყველა, ვინც ჩვენ გვიცნობს და ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა ამდენი წლების განმავლობაში. ეს ეროვნული ერთობა არ შექმნილა იმისათვის, რომ ჩვენ რაღაც პოლიტიკური მანდატები მიგვეღო და თანამდებობებზე გავნაწილებულიყავით და ჩვენ რო გვდომოდა მაგის საშუალებებით წარსულ წლებში სადღაც აუცილებლად შევძურებოდით და გავაკეთებდით რა. მაგრამ ეს ჩვენ იდეის გარშემო მოახდინეთ კონსოლიდაცია, ჩვენი გამერთიანებელი იდეა გახდა მართლა ის ღმერთის სამშობლო და ადამიანი ამ იდეის ირგვლივ შევდექი და თუ უნდა ქართულ ოცნებასაც რომ შეძლოს საქართველოს გადარჩენა და თუ უნდა ქართულ ოცნებას რომ შეინანოს სინანულის უფლება ყველასა აქვს, არ შეიძლება რომ ჩვენი ეს ეროვნული ერთობა იყოს უგულებელყოფილი, არჩევნებს გიყალბებდნენ, ვიღაცებს არ ჯერათ, ეხლა რა არჩევნები
გაგვიყალბეს და იღრიჭებიან. დიახ, ჩვენ ფაქტობრივი მტკიცებულებები გვაქვს, რომ ჩვენ არჩევნები გაგვიყალბდა. ჩვენ არ გვეძლებოდა ეთერები, ჩვენ არ გვეძლებოდა დრო, ჩვენ არ გვეძლებოდა თანაბარ პირობებში ბრძოლის საშუალება და ეს არის ამ ეროვნული ერთობისა და ამ ეროვნული ძალების წინააღმდეგ გამოცხადებული ომი, რომელიც ძალიან ცუდად შეუბრუნდება ქართულ ოცნებას, რომელიც დღეს ვაჭრობს სარწმუნოებით და კელაპტრებით განანიგ და კეკლუცობენ და ქულებს იწერენ ერის და ადამიანების წინაშე. ეს არის ჭეშმარიტება და ყველა მამაზე ვიფიქროთ რა. არჩევნების გაყალბება იწყება არა იმ პროცესით, როდესაც უკვე მიმდინარეობს ხმის მიცემა, არამედ წინარე საარჩევნო პროცესში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ პატრიოტთა ალიანსს წაართვეს ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩამოართვეს დამკვირვებლების, ასე ვთქვათ, კომისიის წევრის უფლება კომისიის წევრების ასე ვთქვათ, ყოფნის უფლება არ მისცეს და ფაქტობრივად აქედანვე დაიწყო გაყალბება. გამოდის ეს ირაკლი ყობახიძე და ეხლა მუსმენდი ვფიქრობთ, რომ წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნებაო და აი ასეთი რაღაცეებით არ შეიძლება, არ უნდა მოტყუდეთ. არ შეიძლება, რომ ტელე იმედის და იმის, რა ქვია, პოზიტივის სიუჟეტებზე აგებდეთ ეროვნულ სახელმწიფოებრივ კონცეფციებს. ამის ხათრით აძლევდეთ არჩევანზე ხმას. ეს არის დაუშვებელი და ეს არის დამღუპელი. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ამაზე პასუხს ვაგებთ თითოეული ჩვენგან. კი ბატონო, თქვი თორნიკე აი ერთ ფაქტს ვიტყვი უბრალოდ, სტატისტიკური მაჩვენებელი ვნახე, არ ვიცი ეს სტატისტიკური მაჩვენებელი რამდენად მართალია, ვერ დავდებ ამაზე თავს, მაგრამ უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას მოვახდენ. 600,000 ბავშვი შიმშილობს საქართველოში. კი ბატონო, რომელ ეკონომიკურ განვითარებაზეა საუბარი? დიახ. არაერთ გზის გაჟღერებულა ამ სტუდიიდან, მეგობრებო. რომ გარდა ამ დიდი ტრაგედიისა, რომ 600 ბავშვი შიმშილობს, 600,000 და არა 600 ბავშვი, მრავალი ტრაგედიაა, თუმცა ეს ტრაგედია გადაწონის, რომ მომავალი თაობა ყავს შიმშილის ზღვარზე და შიმშილობს და სოციალურ შემწეობას ელოდება ძალიან დიდი პროცენტი მოსახლეობისა. გეგამ სწორად ჩამოაყალიბა ყველაფერი, როგორც მინდოდა ეს პაპუაშვილის დავასრულებ ერთი წუთი ისე შეიძლება სარწმუნოება თვინიერ საქმეთა სამკვდარ რა არის გვეუბნება წმინდა წიგნი და აქედან გამომდინარე ხეცხონაყოფით შეიცნობა მე იმ კელაპტრების უკან უყურებ მათ საქმიანობას მათ განვლის მათ აწმყოს და აწმყოსა და განვლის გარეშე მომავალი არ არსებობს საფუძვლად და ფუნდამენტად მყარად აქვთ ის აწყო და წარსული მართლა მონათესავენი ერთმანეთთან რამაც განაპირობა ჩვენი ერის აი ამ დღეში ჩავარდნა რა დღეშიც ახლა ქაოტურ დღეში ვიმყოფებით. ამიტომ ჩვენი ვალია მეგობრებო რომ ყველასი აბსოლუტურად თითოეული თქვენთაგანის რომ ჯერ წყალობა მისურვებია ღვთისა ყველასათვის და აიქ მიტინგზე მყოფი ახალგაზრდებისათვის მეტადრე უპარტიოთ პარტიულებსაც უსურვებ ჯანმრთელობას მაგრამ მე მაგ ახალგაზრდებზე მინდოდა მე თქვა უბრალოდ რომ პაპუაშვილმა თქვა რომ როდიონოვის ნიშპებიანი ჯარისკაცებიო დღეს ჩაანაცვლაო იმით დროშებით ხო და არ შეიძლება ანუ წინა გადაცემებში არ შეიძლება ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა ესეთი პოლარიზება დაყოფა დაპირისპირება საზოგადოების გახლეჩა ორივე მხარეს ქოცებსაც და ნაცებსაც თანაბარი წვლილი მიუძღვრის აი ამ დიდ დაპირისპირებაში და ეს არის დაუშვებელი და ეს არის ღვთისა და ერის წინაშე დანაშაული კი ბატონო და ამ ყოველივეთი აი ამ პათოსით ამ ემოციებითაც რა თქმა უნდა რა ემოციებით სიხილეთ პატვიცემულებო გემშვიდობებით დროებით ბედნიერი ხვალინდელი დღე გქონოდეს ჩვენს ქვეყანას ღმერთმა წყალობა და მშვიდობა მოგონიჭებლობას და დამოუკიდებელ საქართველოში გვეცნო ჭეშმარიტი თავისუფლება ქრისტეს მიერი თავისუფლება მოგონიჭებინოს ამინ ამინ